მიზანთროპი პიტერ ბრეიგელ უფროსის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, რომელიც მან გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე შექმნა. მიზანთროპი არის პირი, რომელიც ადამიანებს საზოგადოებას გაურბის, კაცთმოძულე. ეს ტერმინი განსაკუთრებით განთქმული გახდა მოლიერის 5-აქტიანი კომედიის მიზანთროპის შემდეგ. ზოგისთვის ეს ტერმინი ასოციალობასთანაც ასოცირდება. თუ კარგად იცნობთ ბრეიგელის შემოქმედებას, შეამჩნევდით, რომ აქაც ავტორი ადამიანის ცოდვილ ბუნებაზე აკეთებს აქცენტს და სხვადასხვა ხერხით ადამიანისა და ზოგადად კაცთა მოდგმის ნაკლოვან მანგიერ მხარეებს გამოკვეთს. ნამუშევარში თავდაპირველად ჩვენს ყურადღებას 2 ადამიანის ფიგურა იქცევს. კომპოზიციაში ერთგვარ დომინანტად გვევლინება შავებში შემოსილი პირის გამოსახულება. მის უკან კი ჯვრით დასრულებულ სფეროში მოქცეული ყმაწვილის ფიგურა იკითხება, რომელიც გზაზე მიმავალ მამაკაცს უკნიდან ჩუმად მიეპარა და ფულით სავსე ქისას პარავს. კომპოზიციაში ავტორმა ფიგურები იმგვარად გაანაწილა და გამოსახა, რომ იქმნება განცდა, თითქოს წუთი წუთზე. გადაჭრის ქურდი ყმაწვილი ქისაზე მიბმულ თოქს. ერთგვარ კონტრასტს ქმნის ამ 2 ფიგურის უკან წარმოდგენილი პეიზაჟი, ხეები, ქარის წისქვილი, საძოვარზე გამოსული ცხრების ფარა და მწყემსი, რომელიც ჯოხზე დაყრდნობილი მშვიდად ადევნებს მობალახე ცხრებს თვალყურს. დააკვირდით, ნამუშევრის წინაპლანზე წარმოდგენილი ფიგურების ხილვით გამოწვეული მძაფრი ემოციები უმალ ქრება, როდესაც ჩვენს მზერას უკანა პლანისკენ მიმართავთ, თუმცა არა დიდი ხნით. ამას კი გარკვეულწილად ნამუშევრის ფორმაც განაპირობებს. შავებში შემოსილი მამაკაცის ფიგურიდან მზერა ჯერ უკანა პლანზე გამოსახული ხეებისკენ, ქარის წისქვილისა და ცხრებისკენ გადადის, შემდეგ მეცხვარისკენ და მარტო მდგარი, ფოთლებს შემოძარცული. ხიდან წრიული მოჩარჩოების სიახლოვეს გამოსახული 2 თეთრი ცხრიდან ერთ-ერთზე გადაინაცვლებს და შემდეგ კვლავ 2 მთავარი ფიგურისკენ გვაბრუნებს. ასე იქმნება ჩაკეტილი წრე. ნამუშევრის ქვედა არეში მნახველის ყურადღებას იქცევს მინაწერი ნიდერლანდურ ენაზე. რადგან სამყარო ესოდენ ვერაგია, მე სამგლოვიარო სამოსით დავიარები. მკვლევართა აზრით, ეს წარწერა არ არის ნამუშევრის შექმნის თანადროული. სავარაუდოა, რომ ის მოგვიანებით დაამატეს.